მოგესალმებით, როგორც ხედავ უკვე ვართ მშობლის კივრის ლაივში, რიგით მერვე ლაივში, ცოტა ხანიც უნდა დაველოდოთ ჩვენს ერთგულ მსმენელსა და მაყურებელს და დავიწყებთ ძალიან საინტერესო რიგით მერვე სერია სოციალურ სერვისებზე და დღევანდელი ჩვენი თემატიკა არის მცირე საოჯახო ტიპის სახლები. ცოტა ხანიც დაველოდოთ. გამარჯობათ კიდევ ერთხელ ვიწყებთ ლაივ სერიას რიგით მერვე ლაივ სერიას მშობლის კივრის პლატფორმაზე და დღევანდელი ჩვენი თემა არის მცირე საოჯახო ტიპის სახლები. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ მაია შიშნიაშვილი და ჩვენი ჟესტური ენის თარჯიმანი ლეკუნა ჯაკუშვილი. დიდი მადლობა თქვენ. პირველ რიგში ვიდრე გადავცემ სიტყვას ჩვენს სტუმარს მაია შიშნიაშვილს, მცირე შესავალს გავაკეთებ დღევანდელ ჩვენს თემაზე და როგორც იცით მე ძირითადად საუბრობ ხოლმე სახელმწიფო სტანდარტების ენაზე გაწერილ მომსახურებებზე და ჩვენი მოწვეული სტუმრები ხშირად და ძირითადად საუბრობენ ისტორიებზე აღნიშნული სერვისების მიღმა. მე მოგაწყენთ ალბათ უფრო აკადემიური ენით შეგაწყენთ თავს იმაზე თუ რა არის და რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ დღეს მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებებზე, თუმცა დღევანდელი ჩვენი სტუმარი, ისე როგორც ყველა სხვა სტუმარი, ვინც ყავდა მოწვეული, საუბრობს რა არის ამ სერვისის მიღმა, ფურცლის მიღმა, სტანდარტების მიღმა, რასაც ვკითხულობთ და ჩვენი დღევანდელი სტუმარი ალბათ ყველა სხვა სტუმრისგან განსხვავებით, რომელიც მანამდე ყავდა და იყო უშუალოდ თემის წარმომადგენელი, მაიაც უშუალოდ თემს წარმოადგენს, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც არის აღნიშნული სერვისის დამფუძნებელი და ფუძემდებელი საქართველოში საერთოდ. ამიტომ კიდევ უფრო საინტერესო იქნება მასთან ერთად აღნიშნულ სერვისზე საუბარი, ხო? მაიკო, ვიდრე თქვენ მოგცემ სიტყვას, მოკლე შესავალს გავაკეთებ, რა არის მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურეობა. ეს არის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების, ასე ვთქვათ, კომპონენტის ამოცანა და მიზანია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის უზრუნველყოფა, ზრდასრულ შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, რაც წერია სახელმწიფო პროგრამაში. აღნიშნული მომსახურება შედის, ასე ვთქვათ, სათემო ორგანიზაციების მომსახურების დიდ პროგრამის ნაწილს წარმოადგენს და ეს არის, როგორც სტანდარტი მოიცავს და საუბრობს, 6 მოსარგებლეზე გათვლილი სადღეღამის 24 საათიანი ოჯახური ტიპის საცხოვრისი და რამოდენიმე საინტერესო ჩანაწერი და ღონისძიება მენიშნე, რაც ძალიან განსხვავდებოდა სხვა სტანდარტებისგან, რაცაც მოიცავს ხოლმე სოციალური სერვისები. კერძოდ, მაგალითად საინტერესო რაც არის. აქ ხაზგასმულად წერია, რომ მომსახურების პიროვნებაზე ორიენტირებული, ანუ პერსონაცენტრული გეგმის შედგენა უნდა მოხდეს, იმ ადამიანებზე, ვინც ჩართულია პროგრამაში და ხაზგასმული ღონისძიებების ნაწილია ყველგან, რომ მაგალითად მომსახურების მიმღების სურვილის შემთხვევაში თავად მოსარგებლე ჩართულია ყველა იმ პროცესში, რომელიც ეხება მაგალითად კვების მომზადებას, ფუნქციური უნარების განვითარებას. თუ კი ვინც ასე ვთქვათ, თვალსწურს ადევნებს აღნიშნულ ლაივ სერიებს სოციალურ სერვისებზე, ეს პირველად განვიხილავთ სერვისს, სადაც საუბარი არის სერვისის მოსარგებლის უშუალოდ ჩართულობის მნიშვნელობაზე და ნაწილზე იყოს მისი გეგმის. ესეც ცოტა განსხვავებულია და ალბათ მიზეზებზე გვეტყვის უფრო მაია და გაშლის, რატომ არის ამ სერვისში თქვათ ეს კომპონენტებზე უფრო მეტი აქცენტირება წარმოსული. გარდა იმისა, რომ აღნიშნული სერვისი, რა თქმა უნდა, 18 წლის ზევით მოსარგებლეზეა გათვლილი და ორიენტირებულია წინა პროფესიულ უნარების განვითარებაზე, ფუნქციური უნარების განვითარებაზე, დამოუკიდებლობის ბელი ცხოვრების ხელშეწყობაზე, ყველგან ხაზგასმულია, რომ
თითოეული ეს აქტივობა, მოდი ასე ვთქვათ, ღონისძიება, რომელიც უნდა იყოს ამ ადამიანის მოსარგებლის გეგმის ნაწილი, ხორციელდება მისი უშუალო ჩართულობით, მონაწილეობით ან საერთოდ, არ ვიცი, ის არის თავარი და უკან მოყვება შემდგომ სერვისი, ხო? ეს მოკლედ ხოლმე, როდესაც საუბრობ რაზეა გვაქვს საუბარი ლაივის დროს, მაგრამ ძირითადად მაინც იმედი მაქვს ჩვენი სტუმრების და სტუმრები უკეთ საუბრობენ და ავრცობენ სერვისზე საუბარს. შესაბამისად, მე უფრო მაინტერესებს და ალბათ ჩვენს მსმენელსაც ისტორია, როგორ დაიწყო მცირე საოჯახო ტიპების, ვინაიდან წერია სტანდარტში, რომ მისი მიზანია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა. საწყისი საიდან წამოვიდა და რაზე დავაფუძნეთ ეს სერვისი, მაიკო, როდესაც წლების უკან დაიწყა ეს სერვისი. ახლა საშუალებას უკვე შემოგცემ, რომ უფრო მეტი მიმოხილვა გააკეთო ამ სერვისის, რომელიც შედარებით მაინც ახალია, მაგალითად დღის ცენტრების სერვისებთან შედარებით, ხო, ძველ სერვისებთან შედარებით. გისმენთ, მაიკო? კი ბატონო, მოგესალმები დიანა და მოგესალმები ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. გინდ ეხლა ლაივში, გინდ შეიძლება ვიღაცა მოგვიანებით ჩანაწერს უყუროს, ხო? ეს ის სერვისია, რომლითაც მე რაღაცნაირად შემოვედი შეზღუდული შესაძლებლობის საქმიანობის სფეროში. უფრო ორგანიზაციულად შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ სერვისი ავაგე და მოგვიანებით მისი ადვოკატირება დავიწყე. და მოგვიანებით, კიდევ უფრო მოგვიანებით თვით ადვოკატადაც ჩამოვყალიბდი, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ამ სერვისთან და მოგვიანებით სხვა სერვისებთან, რომელიც თამდევი იყო ამ სერვისის ჩვენს რეალობაში გამოჩნდა, მაინც ამოსავალი წერტილი იყო ჩემი შვილი, ინსპირაცია, რომელიც გახდა მუზა ამ სერვისის არსებობის. ახლა შეიძლება თქვა, თვითონაც თქვი, რომ ეს მომსახურება ძირითადად დეინსტიტუციონალიზაციას ისახავს მიზნად, ანუ არსებული დიდი თავშესაფრების ხან პანსიონატებს ეძახიან, ხან ინტერნატებს ეძახდნენ, ინტერნატები უფრო ბავშვების შემთხვევაში იყო ცნობილი, მაგრამ ძირითადად პანსიონატებსა, ზოგ შემთხვევაში ეს არის ხოლმე ფსიქიატრიული კლინიკებიც, რომელიც მკურნალობაზე არ არის ორიენტირებული, მაგრამ ძირითადად არის მოვლაზე ორიენტირებული, ხო? და ამის დაშლა და იქ მყოფი ადამიანების საზოგადოებაში გადმოსვლა არის დეინსტიტუციონალიზაცია. ეს ჩვენ ვიცით, ამას ეძახიან დეინსტიტუციონალიზაციას. ანუ ალკე რაღაც თავშესაფარში, რაღაც შეზღუდულ გარემოში საზოგადოებისაგან ცალკე ყოფი ადამიანების დაბრუნება საზოგადოებაში ქვია დეინსტიტუციონალიზაცია. და ეს სერვისი ემსახურება ამას. და შეიძლება ვთქვათ, რომ რაშუაშია ჩემი შვილი ცხოვრობს საზოგადოებაში, თავიდანვე იყო საზოგადოების წევრი, ოჯახში დაიბადა, გაიზარდა და რანაირად არის კავშირში სადღაც თავშესაფრებში მცხოვრებ ადამიანებთან. მიუხედავად ამისა, დაფუძნების დღიდან რო გითხრათ, რომ ყველაფერი ვიცოდი თავშესაფრებში მცხოვრებ ადამიანებზე, მოვიტყუები. ამოსავალი მაინც იყო ჩემი შვილი. და ფიქრი იმაზე, რომ რა მოხდება მოგვიანებით, ანუ ბოლოს, როდესაც ჩემი შვილი დარჩება მარტო. ხო, მშობლებს ძირითადად მაინც ეს ფიქრი ან გვაწუხებს, ან გაურბივართ ამაზე ფიქრი და თითქოს ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რეალობა ის არის და უნდა იყოს კიდეც და ბუნების კანონზომიერებაც არის და ასეც უნდა იყოს და ბედნიერები მაშინ ვართ, როდესაც მშობლები მივდივართ ამ ქვეყნიდან და ჩვენი შვილები რჩებიან ჩვენს გარეშე. კი ბატონო, მაგრამ რა ხდება მერე? ანუ შეზღუდული შვილის მშობლები მაინც ვიტანჯებით ამ კითხვით, რომ ჩვენი შვილი, რომლებსაც ჭირდება ასეთი სერიოზული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან, აი ამ მხარდაჭერის გარეშე
როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, ხო? და როდესაც მე ვფიქრობდი ჩემ შვილზე, ამ დროს რო გითხრათ, რომ თავშესაფრებზე დასაწყისში არც მიფიქრია, იმიტომ რომ არც განვიხილავდი ამას ჩემი შვილის არსებობის ფორმას. და თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ჩემმა შვილმა, ჩემს გარეშეც უნდა გააგრძელოს ცხოვრება სერიოზული მხარდაჭერით, იმიტომ რომ ჩემ შვილს ესაჭიროება საკმაოდ ინტენსიური მხარდაჭერა მისი სინდრომიდან გამომდინარე და უნდა იყოს ისე, როგორც იყო მაშინ, როცა ვფიქრობდი, ანუ როდესაც ჩემი შვილი იყო მთავარი და ცენტრში და ჩვენ მისი მხარდამჭერი ოჯახის წევრები, დიდიბებია, ბებიები, პაპები, მე მის გარშემო ტრიალებდით და რაც მისი სურვილი იყო, რაც მისი ოცნება იყო, რაც მას ესაჭიროება, ყველანაირი ტიპის მხარდაჭერას აღმოუჩენდით ხოლმე ჩვენ. და ვფიქრობდი, რომ სერვისი, რომელმაც შეიძლება ჩაანაცვლოს მომავალში ბუნებრივი გარემო, უნდა იყოს ზუსტად ასეთი. ანუ რას ნიშნავს ეს? ცენტრში უნდა იყოს ადამიანი და მომსახურება, ანუ სერვისი, ტრიალებდეს მის გარშემო. ანუ უყურებდეს ადამიანს თვალებში, თვალები პირობითია, მაგრამ ხშირად ვიცით ხოლმე, ხო, თვალებიდან ვხედავთ ხშირად რა აქ ადამიანს სურვილი. ეხლა თვალები რატომ? იმიტომ რომ ჩემი შვილი არავერბალია და ხშირად თვალებში ყურებით, ჟესტებისზე დაკვირვებით, ქცევაზე, სხეულის ენაზე დაკვირვებით ხვდები რა უნდა, რა უხარია, ან რა მოსწონს, ხო? ამიტომ ამოსავალი არის მისი ცენტრში დგომა, მასზე დაკვირვება და კარგად შესწავლა, კარგად მოსმენა, რა სჭირდება მას, რომ იყოს ბედნიერი ცხოვრებით. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ვიყოთ ბედნიერები ცხოვრებით და ჩვენი შვილები მით უმეტეს გვინდა, რომ იყვნენ ბედნიერები ცხოვრებით, ხო? და ამიტომ ვიფიქრე, რომ თუ გაკეთდება სერვისი, რომელიც 18 წლის შემდგომ ადამიანებს უნდა მოემსახუროს, სულ ერთია ის დედის გარეშე დარჩება, მამის გარეშე დარჩება, თუ უკვე 18 წლისაა და დამოუკიდებლად ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, მაშინ მას ესაჭიროება გარკვეული საცხოვრისი, ასეთი ტიპის მხარდაჭერით, რომელიც ჩაანაცვლებს ოჯახს. კი ბატონო. და ძალიან ახლოს იქნება ოჯახი. და მე ეს ყველაფერი რაღაცნაირად დაკავშირდა, კარგი ეს რომ დავიწყეთ ჩვენ, ლევანჩო იყო ჩემი შვილი იყო 5 წლის, 6 წლის და ბუნებრივია ჩემი შვილი არსად გაშვება სავაპირების სხვა საცხოვრებელში, ხო? ჯერ ბავშვი იყო და მეც ღმერთის წყალობით აქტიური ჯანმრთელი და მის გვერდით ვარ ამ ეტაპზე. მაგრამ ვის უნდა მიეღო მომსახურება აი მაშინ და დღეს? რა თქმა უნდა, იმ ხალხს, ვისაც ან ბავშვობიდან, ან ცხოვრების რაღაც ეტაპზე მისი ოჯახი გამოეცალა და არ მიეცა საშუალება ასეთ გარემოში ცხოვრებისა და მოხვდა დიდ თავშესაფარში. სადაც თავშესაფარი ზოგადად ეს ინსტიტუცია კარნახობს არსებობის წესებს. როდის უნდა ადგეს, როდის უნდა დაიძინოს, როდის უნდა ჭამოს, რით უნდა იკვებოს, რა უნდა ჩაიცვას. ანუ როლი ამ ადამიანების თავის საკუთარ ცხოვრებაში არის მინიმალური, პრაქტიკულად ნული. და მხოლოდ სისტემა კარნახობს, ასე უნდა ჩაიცო, ასე უნდა ჭამო, ეს უნდა ჭამო და ეს არის შენთვის კარგი. ანუ ადამიანს არაფერს არ ვეკითხებით. აი იმ სისტემაში, დიდ თავშესაფარში, ადამიანს არ განვიხილავთ როგორც გარკვეული ნების მქონეს. მას განვიხილავთ როგორც ზრუნვის ობიექტს, ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია თვითონ იყვებოს თითქოს და არ შეუძლია თვითონ განასხვაოს ტანსაცმელი ეს უნდა თუ ის, განასხვაოს, რომ ამ დიდი თავშესაფრის გარდა მინდა გარეთ გავიდე, კინოს უყურო, მეგობრები გავიჩინო გარეთ, ან უბრალოდ მაღაზიაში გავიდე. ეს ყველაფერი არ განიხილება ადამიანის ცხოვრებაში. უბრალოდ არიან და არიან. ამ ერთ დიდ თავშესაფარში არიან და არიან. დღე იწყება იქ, თავდება დღე იქვე. და პირველი და 80% ჩვენი საოჯახო ტიპის სახლების მიმღები, ამ სერვისის მიმღები არიან სწორედ ინსტიტუციაში მცხოვრები ადამიანები, ერთ დროს იქ მცხოვრები ადამიანები,
რომლებიც ჩვენ დავაბრუნეთ საზოგადოებაში არსებულ ჩვეულებრივ სტანდარტულ საოჯახო სამეზობლოში, რომ სახლები გვაქვს, ისეთ სახლებში ცხოვრობენ და ჩვენი მომსახურე პერსონალი, ან ჩვენი კი არა, მათი მომსახურე პერსონალი, ასისტენტები, ანუ დამხმარეები, მიდიან ყოველდღიურად და მათთან ერთად გეგმავენ მათთვის რა არის იმ დღეს სასურველი და საჭირო ცხოვრებაში. ძალიან კარგი. ეს მომსახურება ნახეთ, მაიკლ, მე შევახსენებ ასევე ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს კითხვების შემთხვევაში შეგვიძლია ლაივზე და კომენტაროს და ამას აუცილებლად გავაჟღერებ, მაგრამ საინტერესო რაღაცა ხელჩასაკიდი მომეცი შემდგომი განვითარებისთვის ჩვენი საუბრის და ეს არის ყველა ის სხვა სერვისი, რომელიც აქამდე განვიხილეთ, ჩვენ ამბობდა, რომ ადამიანი არის და რჩება მის ბუნებრივ გარემოში და ეს დამატებითი სერვისია. მოდი დღის მანძილზე, დღის ცენტრი, ადრეული განვითარება, თუ ასე შემდგომ, ანუ ყველა სხვა სერვისი, სადაც ჩვენ მსჯელობდით, არასდროს არ გვისაუბრია, რომ ბუნებრივი გარემო არ არსებობს ადამიანისთვის, ან სერვისმა ჩაანაცვლა ბუნებრივი გარემო. თქვენი სერვისი, როგორც აღნიშნეთ, რომ რეალურად რადგანაც დასრული ადამიანებისთვის ხშირად არის როგორც ბუნებრივი გარემოს ჩამონაცვლებელი და ანუ მოდიან შეიძლება და წამოვიდნენ ოჯახებიდან და არავინ რო აღარ აყავთ დარჩენილი, მაგრამ მეორე გარემო, რაც ახსენეთ, ეს არის ინსტიტუციები და პანსიონატები, საიდანაც მოდიან, ხო? შესაბამისად, აი სამიზნე ჯგუფებსაც თუ გადავხედავთ, რადგანაც სერვისამდე მოსული ადამიანები შეიძლება ორი სხვადასხვა გარემოდან მოდიოდნენ, რა არის ის, ასე ვთქვათ, ბარიერები, რასაც აწყდებით, როდესაც ეს ადამიანები მოდიან, მაგალითად, პანსიონატებიდან, ადამიანები, რომლებიც ასევე თუნდაც შეიძლება ბუნებრივი გარემოდან მოდიან, მაგრამ მოდიან უკვე სერვისში, რომელიც უკვე მათი ახალი ბუნებრივი გარემო უნდა იყოს, ხვასია. ეს ცოტა განსხვავებული სერვისია, აქ რა ბარიერებს ხედავთ თქვენ და როგორ ხვდებიან? იმიტომ პროცედურულად ყველგან ყოველთვის განვიხილავთ, დაიწერება განცხადება, ხშირად მშობელი წერს, ელოდება ვაუჩერს, თქვენთან როგორ ხვდებიან ეს პროცესები რო აგვიღწევთ? პრინციპში პროცედურულად იდენტურია, ისევ განცხადება უნდა დაიწეროს, თუმცა პრობლემები არის აბსოლუტურად სხვაგან, არა პროცედურებში, თუმცა პროცედურებშიც არის ხოლმე ზოგჯერ პრობლემა. ყოველ შემთხვევაში ინსტიტუციებიდან გადმოსვლა პროცედურებთანაც არის დაკავშირებული. რაც შეეხება, ეხლა ოჯახიდან დავიწყებ, ხო, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, ზოგჯერ, როდესაც ოჯახი აღარ აკყავს და დგება ეს მომენტი, როდესაც უკანასკნელი მხარდამჭერი, მაგალითად დედა ან მამა გარდაიცვლება, ან დარჩება და დაძმარჩება მის მხარდამჭერად, მაგრამ მათ აქვს ცალკე სხვა ოჯახი და იმ ოჯახში უკვე იმდენი პასუხისგებლობა აქვს, რომ მისი დისთვის ან ძმისთვის არასწორი იქნება და არ არის სათანადო მხარდაჭერის შესაძლებლობა, თორემ მხარდაჭერა ხშირად შეიძლება არის, მაგრამ სათანადო მხარდაჭერაზეა ლაპარაკი, ხო? და ასეთ შემთხვევაში აი მე ვახსენე, რომ 20% შემოდის თქვა ასეთები ჩვენთან, ანუ გარედან. და ეს 20% მიდის განცხადებას წერს ადამიანი ან მისი მხარდამჭერი ოჯახი, ელა მიეცი ის არაფერი. ბოდის ვიხდი, აი ჩემი ინსპირაციის წყარო სერვისი. ეს არის ჩემი. სხვა იღე, სხვა სკამი აიღე თუ შეიძლება. კარგი? სკამს აიღე? ელას კამი დაიხმარე მიდია ბანკს, ელას თავისი ლევანჩოს თავისი ასისტენტი ყავს ახლა, რომელიც თემში მის ცხოვრებას უზრუნველყოფს. მიდი დედი მიეხმარე. ელა თავის ოთახში აქვს შოკოლადი ლევანი, შოკოლადს ეცეთ ჩემ ბიჭს, ძალიან უყვარს შოკოლადი. იცი სად უნდა მოვიდეს? იცი სად უნდა მოვიდეს? წეღანი ყოვა და ეხლა ეს ერთი, მაგრამ აქ არის პრობლემა ძალიან დიდი რიგები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რჩება სამწუხაროდ მხარდამჭერის გარეშე და მისი ნათესავებს არ შეუძლიათ სათანადო მხარდაჭერა. შეიძლება იყოს ეს ბიძაშვილი, არ ვიცი, ზოგ შემთხვევაში
რა თქმა უნდა ოჯახის წევრები ახლო თუ შორეული ნათესავები ზრუნავენ, მაგრამ ვიღაც რჩება რეალური მხარდაჭერის გარეშე. გულშემატკივარს ვერ ვიტყვი, გულშემატკივარები ჰყავთ, მაგრამ უბრალოდ მათ არ შეუძლიათ სწორი მხარდაჭერა აღმოუჩინონ და რეალურად ყოველდღიურ დონეზე. რა თქმა უნდა, ყოველდღიურ დონეზე. მეორე, რაც არის ხოლმე ხშირად, ესენი კარგავენ ოჯახთან ერთად სახლებს. აი აქ არის პრობლემა, იმიტომ რომ სახლი რომც კონდეს, იქ შეიძლება მაგალითად თეორიულად მომავალში ინტენსიური პერსონალური ასისტირებით ჩანაცვლდეს სრული მომსახურება, მაგალითად 24 საათიანი მომსახურება. მაგრამ სახლიც აღარ არის, ანუ რეალურად ადამიანი სხვაგან არის და ჩვენ ვიცით რომ შიშიმოპირები ხშირად სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და ხშირად სახლსაც კარგავენ ხოლმე, ხო? ის უკვე ხდება ჩვენთან. და მომსახურება არის, აი ჩვენი მომსახურებისთვის მათთვის ბარიერი არის მაღალი რიგები, დიდი რიგები, ბევრია მსურველი ამ ტიპის მომსახურების მიღება. ეხლა რა შეეხება მეორე ნაწილს. პანსიონატები და რა. პანსიონატების. ზოგადად პანსიონატების დახურვა ესეთი მარტივი არ არის, არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში. სოფიოს ყველა ქვეყანაში. იმიტომ რომ იქ ცხოვრობენ ადამიანები, არაფოლოდ ცხოვრობენ, არამედ მუშაობენ ადამიანები. და ბევრისთვის ეს არის დახმარების, არსებობის ერთადერთი შესაძლებლობა. რაღაცნაირად გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სერვისი ემსახურება ადამიანებს, ხშირად გადაწყვეტილების მიმღებს უწევს ხოლმე აწონ-დაწონოს, ვისი ინტერესების გათვალისწინება უფრო მნიშვნელოვანია. შიშიმოპირისთვის მომსახურე ადამიანების ინტერესი გავითვალისწინოთ თუ თვითონ შიშიმოპირების. შეიძლება ლევანჩა ხელს მიშლი, მით უმეტეს ხმაურით. ხოდა აი აქ არის ხოლმე სერიოზული პრობლემა თვითონ გადაწყვეტილების მიმღებში, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დეინსტიტუციონალიზაცია, მაგალითად ჩარშან დაიწყო სამინისტრო ხმამაღლა გამოაცხადა უკვე 18 წლის ზემოთ უნდა დავხურო თავშესაფრები, ხო? და საკმაოდ სწრაფად უნდოდა, რომ დახურულიყო. ჩარშანვე უნდა, ან წლის დასაწყისში უკვე უნდა დახურულიყო ერთ-ერთი თავშესაფარი. მაგრამ ამ თავშესაფრიდან დღესდღეობით მხოლოდ 24 ადამიანია გამოყვანილი, დანარჩენი 24 ისევ იქ არის. თუ მეტი არა. ანუ ვერ შეძლო, საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ ინსტიტუციების ლობს გაუმკლავდეს, ანუ ლობს როგორი მათი ინტერესების დაცვას გაუმკლავდეს სახელმწიფო. მეორე მხრივ, ადვოკატირება, თვით ადვოკატი არ შიშიმოპირთა უფლებების დამცველები ხშირად არ არიან ორიენტირებული სადღაც თავშესაფრები მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვაზე. იმიტომ რომ უფრო უფლება დამცველი როცა ვარ და ჩემი ინტერესი მაქვს, ხო? უფრო აი ჩემს დღევანდელ რეალობისთვის ვიბრძვი. ჩემი შვილისთვის ვიბრძვი, აი დღეს და აქ. ძალიან ცოტა ფიქრობს, რომ დღეს მე ჩემი შვილისთვის კი არ უნდა ვიბრძოლო მხოლოდ, არამედ იქ გამომწყდეული ადამიანების გამოც, იმიტომ რომ ხვალ მე თუ ის დიდი თავშესაფარი, სადაც არ არის ჩვენი შვილებისთვის, მოდი რბილად რომ ვთქვათ, კარგი გარემო, რბილად ვამბობ ამას, ხო? იქ ადამიანი არავინ არ არის. იქ წასასვლელი ჩემს შვილს არ უნდა ჰქონდეს. ჩემს შვილს ყოველთვის უნდა ჰქონდეს კარგი ალტერნატივა. და ამიტომ მე თუ ჩემი შვილის მომავლისთვის მინდა ვიბრძოლო, აუცილებლად უნდა დავიწყო დიდი თავშესაფრების დახურვაზე ბრძოლით. და მისი კარგი ალტერნატივების განვითარებით ჩემს ქვეყანაში. აი ეს სამწუხაროდ ძალიან ცოტა აქტივისტს ესმის. ყოველ შემთხვევაში ესმით თეორიულად, მაგრამ იმდენი რამე გვაქვს საბრძოლელი, რომ ჩვენს ყოველდღიურ გეგმაში და მიზანში იშვიათად ხვდება ხოლმე. ეს ერთი და მეორე, ნახეთ კიდე ერთი უკვე წმინდა ტექნიკური ბარიერები. 3 წლის წინ ერთ ისტორიას მოგიყვებით და მასზე უკეთესად მიხვდებით. 3 წლის წინ დაგვიკავშირდა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც მითხრა, რომ 2 გოგონას მზრუნველობდა, ის იყო მიმღები ოჯახი და დედობილი, ეგრეთ წოდებული დედებული და თქვა, რომ ერთ-ერთი გოგონა
მისი ზრუნვის ქვეშ ვინც იყო, გახდა 18 წლის, მოგვიანებითაც მასთან იყო მისი კეთილგანწყობის გამო და გათხოვდა მოგვიანებით ეს გოგონა, თუმცა რაღაც პრობლემები შეექმნა, ფსიქიკური დაავადების დიაგნოზი მიიღო და ერთ დღესაც სასწრაფო გამოიძახეს და მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. და მთხოვა, რომ ეს გოგონა აუცილებლად გამოგვეყვანა გარეთ, გამოგვეყვანა ჩვენ სერვის გარეთ და ეგ გვეზრუნა, რომ ეს გოგონა დაბრუნებულიყო ისევ სოციუმში და ეცხოვრა მხარდაჭერით, ანუ ჩვენი მხარდაჭერით, ასისტირებით, როგორც ყველა დანარჩენს. ჩვენ შევძელით 6 თვის უკან გაჩნდა ჩვენ სერვისში ადგილი სამწუხარო ამბის გამო, რომ გარდაგვეცვალა ერთ-ერთი მაცხოვრებელი, დაავადება, მძიმე დაავადება ჰქონდა და ეს ბუნებრივი ხდება ხოლმე. და ვიფიქრეთ და მაშინ გამახსენდა, რომ 3 წლის წინ ადამიანმა გთხოვა და მაშინ არ ჰქონდა რესურსი ამ გოგონას დახმარების და მოვიძიეთ ერთად ეს გოგონა ამასობაში 23 წლის გამხდარა. ჩავედით, ვნახეთ, გავესაუბრეთ, ვიკითხეთ მას სურვილი ჰქონდა თუ არა, აუხსენით რა სიტუაციაც იყო და მან რო თქვა, რომ მე ძალიან მინდა გადმოსვლა, მით უმეტეს იქ, სადაც დავიბადე და გავიზარდე, შემდგომი პროცედურა იყო ჩვენი შეფასება მისი საჭიროების, ასევე ნახვა ჩვენ შევძლებდით თუ არა მის საჭიროებებს სწორად მომსახურებოდით ისე, რომ მას ქონოდა სწორი მხარდაჭერა გარეთ, როდესაც ის საცხოვრისში იქნებოდა, ჩვენ მივხვდით, რომ კი ეს თავისუფლად შეგვეძლო და გადავეცით ეს შემთხვევა სოციალური მომსახურების სააგენტოს. და რა მოხდა, იცით? ამ გოგონას, რომელსაც არ ყავდა მხარდამჭერი, იმიტომ რომ არ ჩაითვალა, რომ მას მხარდაჭერი სჭირდებოდა, სერვისის სოციალურმა მუშაკმა განცხადება არ დააწერინა, იმიტომ რომ მან არ იცოდა, წერა-კითხვა არ იცოდა. და როდესაც ვიკითხეთ, რომ წერა-კითხვა ბევრმა არ იცის ზოგადად ქვეყანაში, ცნობილი ფაქტია, რომ 30% საქართველოს მოსახლეობისა წერა-კითხვის უცოდინარია. ანუ ეგ რას ნიშნავს? ყველა სჭირდება მხარდამჭერი? ჩვენი კითხვა დარჩა ესეთი რიტორიკულად და ამ გოგოს დღემდე არ გვატანს ერთ-ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფო, იმის გამო, რომ ჯერ უნდა დაუნიშნოთ, თუმცა ვერაფრით ვერ ამბობს, რატო უნდა დაუნიშნოთ, ხოლო წერა-კითხვის უცოდინრობის გამო უნდა დაუნიშნოთ, ის არა ქვია მხარდამჭერი, მე იმ მხარდამჭერმა უნდა დაწეროს, ამ დროს ჩვენი მხარდაჭერის კანონი ამას არ გულისხმობს, წესით ნების ჩანაცვლება სხვას არ შეუძლია და ის გოგო მშვენივრად გამოხატავს თავის ნებას, რომ დატოვოს ფსიქიატრიული და არც მწვავე მდგომარეობა არ აქვს, რომ სიტყვაზე ჯერ განკურნება სჭირდებოდეს და მერე გამოსვლა და ანუ არსებობს რაღაცა დაწერილი კი არა, უფრო დაუწერავი ბარიერები, რომ ეს გოგონა გადმოვიყვანოთ გარეთ, სერვისში, სოციუმში დავაბრუნოთ. თქვენი აქტიური ჩარების და მიუხედავად. და როდესაც ვიკითხეთ, რომ კი ბატონო, მაშინ თქვენ მოიკითხეთ მხარდამჭერი, ხო, ესე მარტივი ხო არ არის მხარდამჭერის პოვნა. თქვენს რომ იცით რა, ჩვენ არ გვევალება ეს. ანუ ჩვენ არ გვევალება, თუ გინდათ თქვენ მოიკითხეთ. ჩვენ გამოდის რომ როგორ მოვიკითხოთ, შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ თქვენ დაინტერესებული მხარე ხართ. ანუ რაღაცნაირად ვერ შევჯერდით და ეს ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია სოციუმში იარსებოს, იყოს, იმუშაოს, თავისი ნათესავები ნახოს, თავისი დანახოს, თავისი დედობილი ნახოს და რა ვიცი, ურთიერთობები ახლიდან აწყოს სოციუმში, იმიტომ რომ ის თავის დროზე მუშაობდა და ახლიდან დაიწყოს ცხოვრება 23 წელზეა ჯერ ლაპარაკი. ხო? ამის და მიუხედავად ის 6 თვე რაღაცა ქაღალდზე არსებული თუ გამოგონილი ბარიერების გამო კვლავ არის მოთავსებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ეს რაღაცებზე რომ ვფიქრობ იმაზე, რა მოხდება ხვალ, თუ ეს თავშესაფრები არ იქნებიან დახურული. ხვალ ჩემი შვილი მოხდება თუ არა იქ. შეიძლება რომ იგივე მიზეზებით არ გამოახედონ გარეთ. ხო?
კი, მან კარგი მაგალითი იყო, ძალიან კონკრეტული მაგალითი იყო, ისე თქვა კონკრეტულ ბარიერები. შეფასებაზე, ბარიერებზე, ხო, რომ რაღაცა კონკრეტული ჩანაწერი თუ კონკრეტული მაგალითის გაზიარება უფრო ადვილად ასაქმელად ხდის პრობლემებს. ასეთი შემთხვევა მაგრამ ბევრია. ეს უბრალოდ აი ბოლო პერიოდის მაგალითი მოვიყვანეთ, რომ ზოგჯერ რთულია ხოლმე ამბის გაგება, როდესაც არ ვიცნობთ აი ამ სერვისების მიღმა კონკრეტულ ადამიანებს და ცოტა შორეული ამბავი გონია ეგ. და უბრალოდ რადგანაც ბოლოსკენ უნდა წავიყვანოთ, ესე ვთქვათ, ჩვენი ლაივი და ყოველთვის თემატიკა იწყება ჯერ საუბრით, რაზე ვსაუბრობთ, მერე ვსაუბრობთ ხოლმე ისტორიაზე და ბარიერებზე, მაგრამ ყოველთვის ვასრულებთ იმით, თუ რა რეკომენდაციები არის საჭირო, რომ სერვისი გაუმჯობესდეს. რა შეცვლის აღნიშნულ სერვისს არ ვიცი, უფრო ხელმისაწვდომს, უფრო ფართო აი რა უნდა შეიცვალოს, არ აქვს მნიშვნელობა ამას ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე წარმოგიდგენია, თუ თუნდაც ჩანაწერის დონეზე წარმოგიდგენია, რომ გაგვიზიაროთ, რომ კონკრეტული ასე ვთქვათ რეცეპტი ვიცოდეთ, აი ამ პროგრამაში ესეთი ნაბიჯების ან ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად რეალურად შეცვლის მდგომარეობას და გაუმჯობესებს შეზღუდული შეძლო პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ხო? ან მათ მოხვედრის პროცედურა უფრო გამარტივდება. მე ვფიქრობ, რომ ალბათ საოჯახო ტიპის სახლები, ანუ მცირე ზომის, მაინც თავშესაფარია, მაინც ხვისია, მაგრამ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის ადგილი, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ და შესაბამისად მათ ეკუთვნით. სერვისი არის მხოლოდ დამხმარე, ჩვენ ვართ გარედან მისული ადამიანები და მათ ცხოვრებისეულ, მათ დაკვეთას, ეგრეთ წოდებულ დაკვეთას უნდა დავემორჩილოთ. მათ უნდა გავუმარტივოთ ცხოვრება და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ ჩვენი მხარდაჭერით. ნუ დამოუკიდებელი ცხოვრებამ რო არ დაგვაბნიოს, რაზეა ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება არ ნიშნავს ფიზიკურად მარტო ყოფნას და მარტო ცხოვრებას. დამოუკიდებელი ცხოვრება ნიშნავს საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად საკუთარი ცხოვრების კონტროლს და საკუთარი ნებით ცხოვრებას, ამას ნიშნავს. და ჩვენ ამაში მხარდაჭერას ვაკეთებთ. რა უნდა გაკეთდეს ამისთვის, რომ ასეთი ტიპის სერვისები იყოს მისაწვდომი? პირველი, ალბათ სერვისები უნდა გამრავლდეს. და ეხლა არის სულ რაღაც 5 რეგიონში. რაც არის არასწორი, იმიტომ რომ თუ ადამიანი მოდის მაგალითად კახეთში რჩება ულუკმაპუროდ და თავზე სახლის გარეშე, ის უნდა დარჩეს კახეთშივე, იმიტომ რომ თავის ნაცნობ მეგობრებს, ახლობლებს არ უნდა მოსწყდეს იმის გამო, რომ თავშესაფარი მიიღოს. ანუ არ უნდა გაიაროს რაღაცა ტიპის არასაჭირო ტრაუმები არ უნდა მიიღოს ადამიანმა. შემდეგი კიდევ რაც არის მნიშვნელოვანი, ბარიერები უკვე ინსტიტუციაში არსებულ არასწორ სერვისში მყოფი ადამიანებისთვის უნდა შემცირდეს მინიმუმამდე. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ხმამაღლა აცხადებს, რომ დეინსტიტუციონალიზაციისკენ მივდივართ, რეალური ნაბიჯებისთვის იქ არსებული ბარიერები ქაღალდზე დაწერილი თუ დაუწერავი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რომ დაწეულია. და ადამიანებს არა თუ თავისი ნება-სურვილის მიხედვით, არამედ უნდა სტიმულირდნენ, ახალისდნენ იქ მცხოვრები ადამიანები, რომ გარეთ გამოვიდნენ. ეგ მეორე და მესამე, აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მკაცრი მონიტორინგი უკვე გარეთ არსებულ სერვისებზე. იმიტომ რომ სინამდვილეში თავიდან ძალიან სწორი აქცენტები დაიჭირე დიანა, როდესაც ამბობდი, რომ არც ერთ სერვისში არ მინახავს, რომ პერსონაცენტრული მიდგომით, ანუ ადამიანის გარშემო სერვისის აწყობაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ მის ცხოვრებაზეა ლაპარაკი, ხო? მე საერთოდ მგონია, რომ ნებისმიერ სერვისში ეს უნდა იყოს თავი და თავი. გინდ ადრეულ ინტერვენციაში, გინდ დღის ცენტრში, გინდ არ ვიცი, ნებისმიერ სერვისში მთავარი მაინც არის ადამიანი, ვისაც ემსახურები. ასე უნდა იყოს, მაგრამ აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან მარტივია სერვისის დამახინჯება. რას გულისხმობ? მე კი ვცხოვრობ პატარა 4-5 კაცი ერთ სახლში, მაგრამ მასზე ჭკვიანვა და არაკეთილ განწყობილმა ადამიანმა
თავისუფლად შეიძლება მაინც დააიგნოროს იქ მცხოვრები ადამიანის ინტერესები და სურვილები. ანუ პატარა ეგრეთ წოდებული პატარა ინსტიტუციების შექმნას. ერთხელ უგულვებელყოს, მეორეჯერ უგულვებელყოს, იმიტომ რომ მაინც მარტივია განსაკუთრებით კი ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ინტერესების უგულვებელყოფა, იმიტომ რომ ისედაც რთულია მათი ინტერესების გაგება. კარგი ყური და კარგი მოსმენა გჭირდება, მაგრამ და ძალიან მარტივია მათი ინტერესების უგულვებელყოფა. ასე რომ აქ ეს ნაწილი ჯერ კიდე გასაკეთებელია მონიტორინგის, რომელიც ნახავს არა მაგალითად რამდენ კვადრატულ მეტრში ცხოვრობს ადამიანი და რამდენად ფეშენებლური ან არც უნდა ცხოვრობდეს ფეშენებლურ გარემოში, უნდა ცხოვრობდეს ისე როგორც საზოგადოება ცხოვრობს, არც მეტი, არც ნაკლები. მაგრამ თავარია არის თუ არა იქ ადამიანი ბედნიერი, ეს უნდა შეაფასოს. არის თუ არა ადამიანი იქ თავისუფალი. ეს არის შესაფასებელი. მოკლედ ეს მონიტორინგი იქნება ის, რომელიც ამ სერვისებს გამრავალფეროვნებასთან ერთად რაღაც სტანდარტზე შეინარჩუნებს და ამყოფებს. დანარჩენს ვეღარაფერს ვეღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის მსოფლიოში ეს სერვისი მიჩნეულია როგორც საუკეთესო. ვერ ვიტყვი, რომ ეს იდეალურია სერვისია, მაგრამ არის საუკეთესო. და აქვე პატარა, იმიტომ რომ ეს ძალიან მეამაყება, რომ 2 წლის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეისწავლა სხვადასხვა ტიპის სერვისები და ჩვენი მომსახურება აღიარა როგორც სამაგალითო მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის და აღიარა როგორც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურება. ასე რომ ამ თვალსაზრისით ჩვენც მუდმივად ვსწავლობთ და ვუყურებთ, აი კიდე უკეთესი რა იქნებოდა, კიდე რა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ ისევ ვამბობ თავიდან, პირველი ეს არის გამრავალფეროვნება, მინიმუმ ერთი სერვისის ქონა რეგიონში, მეორე დეინსტიტუციონალიზაციის ძალიან მკაცრი კონტროლი და სწრაფად გაკეთება, ვიდრე ეხლა მიმდინარეობს და მესამე მონიტორინგი. რამდენად კარგად არის უზრუნველყოფილი ამ ახალ საოჯახო ტიპის სერვისში ადამიანი და სხვათა შორის თემში არსებული ოჯახები რატოა კარგი? იმიტომ რომ მეზობლებიც არაოფიციალური მონიტორები არიან, მათ შეუძლია გამოავლინონ თუ რამე ძალადობა არის მათ მეზობელ საოჯახო ტიპის სერვისში. მაიკო, მე მადლობა მინდა გადაგიხადო, იმიტომ რომ დღევანდელი თემა, დისკუსია ალბათ არ იქნებოდა ისეთი, თუ არა ალბათ შენ ვარ ყოფილიყავი სტუმარი, ხო? იმიტომ რომ ძალიან პერსონალური გახდა და ეს სერვისიც კი არ იყო ალბათ რაღაცა შენი ცხოვრების ნაწილი გამიზიარე. ამიტომ მადლობა ამის გაზიარებისთვის და რეალურად ყველა ადამიანი, ვინც კი მოდის სტუმრად და ყველა წარმოადგენს თემს, ან მშობელი, ან შეზღუდული შემწყნე პირი, ყველა მაინც საუბრობს იმაზე, რომ ხარისხი რაღაც ფორმით ოღონდ სერვის სპეციფიკიდან გამომდინარე დასახვეწია და დასახვეწია გეოგრაფიული დაფარო, რაც ყველა ამბობს, რომ სერვისი მაინც ვერ მიდის ბოლომდე, ხო? ახლოს, სადაც უნდა იყოს წესით. მეტნაკლებად ესეთი საკითხები პრობლემია, თუმცა ერთი საკითხი, რაც შენ შეხედე ინსტიტუციონალიზაციის პროცესს, ეს ნამდვილად მხოლოდ შენი სერვისისთვის არის ძალიან სპეციფიური და ეს არ გაჟღერებულა ჯერ ჩვენთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ნამდვილად და ერთადერთი ესე ვთქვათ, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ესე ვთქვათ, როდესაც საუბრობთ მცირე საოჯახო ასეთ ტიპის სახლებზე, მე რაც მაქვს დანახი და ყოველთვის მიდგას რატომღაც შენი სახლი თვალწინ გურჯაანში და როდესაც ხოლმე ვფიქრობ მცირე საოჯახო ტიპის სახლებზე, ეს სახლი მიდგას ხოლმე და ეს არის ჩემთვის მოდელი რატომღაც, რომელიც ნამდვილად არ არის ფეშენებელური, არის ჩვეულებრივი სახლი, ჩვეულებრივ უბანში. ამიტომ ალბათ ესეთი წარმოდგენა მინდა გქონდეთ სხვებსაც, წარმოიდგინეთ სახლი თქვენს მეზობლად და სადაც გარედან თუ კი ჩაირთ ვერასდროს ვერ მიხვდებით, რომ აქ რამე განსაკუთრებული ხდება. ჭიშკართან გარეთ არსად არ არის აბრა გაკრული, ვერ მიხვდები რა ხდება, არის ჩვეულებრივი მეზობელი თუ სერვისი.
ამიტომ მადლობა რომ გვესაუბრე სერვისზე და ისაუბრე შენს ცხოვრებაზე თუ როგორ მოიყვანე ეს სერვისი აქამდე და როგორ გახდა სერვისი სახლი რიგით უბანში ხო აი ეს არის ამნიშნულოვანი მადლობა მინდა გადაგიხადო ჩვენ მომდევნო კვირას გვექნება ერთი ბოლო დასკვნითი ასე თქვათ სოციალური სერვისის მიმოხილვა რომელშიც ასევე ესე თქვათ დიდი ჩართულობა თქვენ თვითონ თუმცა სხვა ადამიანს მიცემთ საშუალებას რომ ისაუბროს უკვე აღნიშნულ სერვისზე და ამით დავასრულებთ წელამდელ წელს საუბარს სოციალურ სერვისებზე და მე იმედს ვიტოვებთ რომ 2025-ში როდესაც დავბრუნდებით ან განვაახლებთ აღნიშნულ სერიამ საუბარს შეცვლილი იქნება უკეთესობისკენ და გათვალისწინებული ის რეკომენდაციები რასაც თქვენ და სხვა ჩვენი სტუმარი ესე ხმამაღლა აჟღერებდა ჩვენი პლატფორმის საშუალებით დიდი მადლობა დავემშვიდობ მინდა მშობლის კივრის მორაგელს და მადლობა ასევე ჩვენი ჟესტური ენის თარჯიმანს როგორც ყოველთვის ჩვენს გვერდით ყოფნას დიდი მადლობა კარგად გრძანდებოდეთ